დღეს ვისაუბრებთ ინვესტიციების განხორციელებაზე, კონკრეტულად კი იმ ინვესტორებზე, რომლებსაც ვენდობი და ძალიან ბევრი წელია მათ რჩევებს, სტრატეგიულ ხედვას, რეკომენდაციებს ვადევნებთ თვალს და ასევე თუ რა შეცდომებს უშვებენ. არ არსებობს ერთი კონკრეტული ინვესტორი, არც ჩემთვის და არც სხვისთვის, ვინც ესე ვთქვათ არის უნივერსალური ყველა დროში, უშეცდომო და ურისკო და ზუსტად აქედან გამომდინარე გადავწყვიტე 5 ესე ვთქვათ არქეტიპი შემომეთავაზებინა და დიახ ინვესტორებშიც და ინვესტიციებშიც მათი სტრატეგიის და ხასიათის მიხედვით არსებობს არქეტიპები, მათ აქვს თავისი ფსიქოლოგია, კრიტერიუმები და ზუსტად ამის მიხედვით ესე ვთქვათ ხდება მათი დაჯგუფება. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday, სადაც ვაზიარებ, ვფიქრობ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას, ამ ბოლო დროს უფრო მეტად ფინანსებზე და ფულზე და მომავალში უკვე პერსონალურ ბრენდზე, თუმცა ეს არხი განვითარდება ჩემს ინტერესებთან და აუდიტორიის ესე ვთქვათ ინტერესებთან ერთად, აქედან გამომდინარე ძალიან ვთქვათ გამოიწეროთ და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებსაც, ვისაც სურს ცხოვრებისეული ტრანსფორმაცია და უბრალოდ კარგად და მშვიდად ცხოვრება. ეხლა კი დავიწყოთ საინვესტიციო არქეტიპებით. სიმართლე რომ ვთქვა, ამ ვიდეოს ჩაწერის ინსპირაცია გახდა ის, რომ რაც ფულთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით დავიწყე ინფორმაციის გაზიარება, ძალიან ბევრი ადამიანი წერს ფინანსური რჩევის შესახებ. მე ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ გავცემ ფინანსურ რჩევებს, თუმცა შემიძლია გაგიზიაროთ ინფორმაცია, მე რის საფუძველზე ვახორციელებ ინვესტიციებს და დიახ არ ვარ რაღაც განსაკუთრებულად ჭკვიანი ან განსაკუთრებულად გაცნობიერებული ამ მიმართულებით. შეიძლება საშუალო სტატისტიკურ ადამიანთან შედარებით მაქვს გამოცდილება, თუმცა ეს არ არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი. იყო რაღაც ეტაპზე, მაგრამ გავჭაღარავდი ბოლოს ნერვიულობით ყოველ დღე. ძალიან რთულია რომ ადევნო თვალყური რა ხდება Wall Street-ზე, მსოფლიო გლობალურ, ესე ვთქვათ, ეკონომიკაში ან პოლიტიკაში, აქედან გამომდინარე რაღაც პასიური ინვესტორი გავხდი და აღარ ვარ აქტიური ტრეიდერი. თუმცა თუ მინდა პორტფოლიოს გაფართოება, რამის გაყიდვა, ახალი ესე ვთქვათ ინვესტიციის შემოტანა ან დივერსიფიკაცია, აუცილებლად ვიყენებ უკვე გამოცდილი ინვესტორების ესე ვთქვათ რჩევებს და საბედნიეროდ ინფორმაცია არის გამჭვირვალე ყოველ შემთხვევაში იმ ინვესტორების შესახებ და მათი პორტფოლიოების შესახებ, ვისაც მე დღეს გაგიზიარებთ. ძალიან სახიფათოა, როცა ჩვენ ერთ კონკრეტულ ადამიანს ვაკოპირებთ ან საინვესტიციო კომპანიას და რატომ? შეიძლება მათ გქონდეს რაღაცა ლობისტური ინტერესი, იყოს ინსაიდერ ვაჭრობა, ან რაღაც ისეთი ინფორმაცია გქონდეთ, რაც ჩვენ არ ვიცით, ან უბრალოდ სენტიმენტი გქონდეთ, ან ძალიან ურისკო გადაწყვეტილებების მიღება უყვარდეთ, აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ გვაქვს დიდი არჩევანი, შეგვიძლია რომ რამდენიმეს ერთდროულად დავეყნოთ. თუმცა დღეს მე ვისაუბრებ 5 არქეტიპზე, 5 კონკრეტულ ინვესტორზე, რომელიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, სტილით, სტრატეგიით, ესე ვთქვათ, პრეფერენციებით, გემოვნებით და ზუსტად ეს არის საინტერესო და მათი ნაზავი. და რამე განსაკუთრებული არ არის, ესე ვთქვათ, ჩემი გამოცდილება დღეს უკვე, რასაც მე ადრე ვაკეთებდი და ვაანალიზებდი, ChatGPT-ს შეუძლია 5-10 წუთში გააკეთოს deep research-ის ღრმა კვლევის ფუნქციით შეგიძლიათ ეს ინვესტორები ჩაწეროთ და თხოვოთ, რომ ესე ვთქვათ, ისინი რას გირჩევდნენ 2026 წელს ან შემდეგ წლებში, ან დაამატოთ სხვა ინვესტორები თუ რომელიმე უფრო ახლოს მოდის თქვენთან. რა არის საინვესტიციო არქეტიპი? საინვესტიციო არქეტიპი არის ინვესტორის ან საინვესტიციო კომპანიის ფილოსოფია, როგორ უყურებს ის ინვესტიციას დროსთან მიმართებაში,
რისკთან მიმართებაში და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაგალითად, რა მოგებას ელის, ხო, ამ X თანხით, რა შესაძლებლობა აქვს, რამდენი X-ი შეუძლია, რომ, ესე ვთქვათ, გამოიმუშაოს. მაგალითად, Warren Buffett-ი ფიქრობს 40-60 წლის პერსპექტივაში და შეიძლება Katie Wood-ი ფიქრობდეს 10 წლის პერსპექტივაში და ვიღაც, ვინც კრიპტოინვესტორია, ის ფიქრობდეს საერთოდ ერთი კვირის ან 2 თვის, ესე ვთქვათ, პერსპექტივაში და ზუსტად ეს დაემართათ საქართველოში მასიურად ორი მიმართულებით. ერთი, რომ უკვე მომატებულ ფასზე გაიგეს, რომ რაღაცა არსებობს, როგორიც არის Bitcoin და Ethereum და მაღალ ფასზე დაიწყეს ყიდვა და როდესაც უკვე, ესე ვთქვათ, ისეთ რაღაცას ყიდულობ, რომელიც თავის პიკშია, შანსი იმის, რომ ის აღარ წავა და დაკარგო ფულს არის ძალიან დიდი და ამ ქცევას ეძახიან fear of missing out, ანუ რომ გეშინია რაღაცას არ ჩამორჩა და არც იკვლევ რა არის და მეორე მახსოვს, რომ აი მე მგონი COVID-ი ახალი დამთავრებული იყო, ან შეიძლება არც იყო დამთავრებული, აი მასიურად ქალები, კაცები, უფრო ბიჭები რაღაცა აი სეირნობდნენ, ესე იგი, აი რაღაცა ბოტასები, ანუ ეგ ყველაფერი არის სკამერული, ანუ თაღლითური თემა. არ შეიძლება, რომ შენ უბრალოდ დადიოდე და ამის გამო ვინმე ან რამე ფულს გიხდიდეს. ფულს გადაგიხდის იქამდე ეგ პროექტი, სანამ იქნება აი ეს fear of missing out, ანუ ბევრი ხალხი დაემატება ამ პროექტს. როგორც კი დადგება დღე, რომ იმაზე მეტი არ დაემატება ვიდრე არის, ხო, აი პირამიდის სქემა რაც არის, ჩამოინგრევა და ყველაფერს დაკარგავ და ზოგადად ესე შეხედეთ, რომ მე ესე ვუყურებ. მაგალითად, დღეს გავიგე, რომ რაღაცა ძალიან მაგარი შესაძლებლობაა ამ აქციის ყიდვის, ფასიანი ქაღალდის ყიდვის, ან ამ კრიპტოვალუტის, ამ ბლოკჩეინის პროექტის ტოკენის ყიდვის და ვარკვევ, რომელი წყაროდან გავიგე. ანუ მე თუ მითხრათ დამფუძნებელმა და თუ თქვენ შეხება გაქვთ ტექ კომპანიებთან ან ესე ვთქვათ უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვინც არიან ამ კომპანიის თანამშრომლები, მაშინ შეიძლება ანუ პირველი წლიდან თუ მოდის ინფორმაცია, მაგრამ თქვენ თუ გითხრათ მეგობარმა, მეზობელმა, ნათესავმა, ანუ უკვე ეს არის გვიან, ბევრმა იცის და რეალურად ინფორმაცია ჯერ მოღწეული არ არის, მაგრამ ჩამოიქცევა რა, ფასი ჩამოვა ქვემოთ და არ არის საჭირო, რომ მაინც და მაინც თაღლითური სქემა იყოს. ძალიან ბევრი პროექტი უბრალოდ თავიდან რაღაცა გაბერავენ ინფორმაციას, მარკეტინგში ბევრ ფულს დახარჯავენ და აქედან გამომდინარე შეიძლება იმაზე ძვირი თანხით დაიწყოს ვაჭრობა ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ვიდრე ღირს და ჩვენ ვიყიდოთ ძვირზე. ამიტომ ყოველთვის უნდა ვამოწმოთ, საიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ესა თუ ის ინვესტიცია არის კარგი შესაძლებლობა და იგივე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, როცა უძრავ ქონებაში აკეთებთ ინვესტიციას და ნებისმიერ ინვესტიციას ზოგადად. ვამოწმებთ წყაროს, საიდან მოდის ინფორმაცია. ყველაფერი ფარული, არავის არ უთხრა, მხოლოდ შენთვის არის გადახაზეთ, ჩვენ არ გვაქვს მაგის დრო, რომ გავრისკოთ ჩვენი ფინანსები იმაში, რომ რაღაცა გაუგებარ პროექტს ვენდოთ. მოკლედ, თუ გინდათ, რომ იმ 5 ინვესტორის მიხედვით გააკეთოთ თქვენი საინვესტიციო პორტფოლიოს გეგმა, არა აქვს მნიშვნელობა 100 ლარით აპირებთ 50 თუ 10,000-ით თუ მილიონით თუ რამდენით გაქვთ. ამ 5 არქეტიპის დამახასიათებელი, ესე ვთქვათ, სავარჯიშოები და სტრატეგია ჩატვირთული მაქვს ChatGPT-ში. უბრალოდ კომენტარებში დამიწერეთ ინვესტიცია და გამოგიგზავნით ვის იმეილით მაქვს მეილზე, თუ არა და მომწერეთ Instagram-ზე, Instagram-ი იქნება აქეთა გვერდზე ალბათ, ხო, ვიდეოში რო დამონტაჟდება, მომწერეთ Instagram-ზე თქვენი მეილი და გამოგიგზავნით ინვესტიციის სავარჯიშოს. დავიწყეთ, როგორც წესი, სულ მინდა ხოლმე, რომ დასაწყისი იყოს მოკლე, რომ მერე ძირითად, ესე ვთქვათ,
თემას დავუთმო ხოლმე, მაგრამ დასაწყისში გამომდის ვრცელი რაღაცა როლში ვიჭრები, მაგრამ არ ვიცი, მინდა ხოლმე რომ ბევრი ინფორმაცია რაც მომდის თავში უცბად გითხრათ. ეხლა კი მივყვები ჩემს ესე ვთქვათ წინასწარ განსაზღვრულ სქემას, თუ რაზე მინდოდა მესაუბრა. 5 ინვესტორი და მათი 5 განსხვავებული არქეტიპები. პირველი არის ვორენ ბაფეტი და ვორენ ბაფეტი არის ჩემი საყვარელი ინვესტორი, არის კლასიკური, ტრადიციული, მშვიდი, ჩემთვის კეთილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისეთ კომპანიებში აქვს წილი, როგორიც კოკა-კოლა, კოკა-კოლა მაშინ, როდესაც ის იწყებდა თავის საქმეს და ინვესტირებას ახორციელებდა, არ იყო, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობისთვის ცუდ პროდუქტად აღქმული, თუმცა ის ამერიკის სიმბოლოც არის, ამიტომ ამის მიღმა რო გავიდეთ, ვორენ ბაფეტი არის სტაბილურობის არქეტიპი, გრძელვადიანი დაგროვების და სტაბილურობის არქეტიპი და რატო? ინვესტირების გამოცდილება აქვს 70 წელზე მეტია და დღემდე აგრძელებს, გადადგა CEO-ს პოზიციიდან თავისივე საინვესტიციო კომპანიის, მაგრამ დღემდე არის ბორდის წევრი. 2025 წლის მდგომარეობით 147 მილიარდი დოლარი აქვს ნეტვორსი და არის აი ადამიანი, რომელიც არ ეძებს სწრაფ მოგებას და ასევე მოწონს ისეთ რაღაცეებში ინვესტირება, რაც ესმის, რაც არ ესმის, იმაში ინვესტიციას არ აკეთებს, ან რაც ესმის, რომ მისთვის არ არის. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მე დიდი მხარდამჭერი ვარ ბიტკოინის და რაღაც მხრივ ეთერიუმისაც, ვორენ ბაფეტის მიდგომა ბიტკოინთან არის, რომ არ ვიცი, $25 რომ ღირდეს, არ ვიყიდი. იმიტომ რომ არ ჯერა იმ არგუმენტების რისიც ჯერათ ბიტკოინერებს რა და საბოლოო ჯამში ადრე ვიყავი ხოლმე რომ მოდი რომელი არგუმენტი გადაწონის, აბა მოდი იპოვნე ვორენ ბაფეტის საწინააღმდეგო არგუმენტები ხო ბიტკოინის ტექნოლოგიის ესე ვთქვათ გასამართლებლად და მე მივხვდი ერთ რაღაცას რომ არ არის ჩემნაირი ტიპის ინვესტორისთვის შეიძლება თქვენს გამოგადგეთ საჭირო რომ მაინც და მაინც იპოვნოთ არგუმენტი რატო აკეთებთ რაღაცაში ინვესტიციას თუ ხედავთ რომ ეს რაღაცა სტაბილურად რაღაც 20 წლის პერსპექტივაში იზრდება დიდად ეხლა ვინ შექმნა და რატომ შექმნა დაგეგმეთ ისე რომ რაღაცა 4-8 წელში ამოიღოთ თქვენი თანხა და მოგება ესე ვთქვათ დაინახოთ ანუ ადრე მეგონა რომ მაინც და მაინც გულანთებული ბიტკოინის ხარდამჭერი უნდა იყო რომ მაგაში გააკეთო ინვესტიცია და ეხლა არ ვთვლი ეგრე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიუხედავად იმისა თუ სატოში ნაკამოტო ან ბიტკოინის შემქმნელი ვინ იყო გაამდიდრა ბევრიც გააღარიბა, მაგრამ ძირითადად ისინი, ვისაც მოკლე დროში უნდოდა ინვესტიციის ამოღება და გაბევრება. ვინც მოითვინა 4 წელი, ყველამ მოიგო, ხო? კი ბატონო, ძირითადი პრინციპები ვორენ ბაფეტის არის ინვესტირება იმაში, რაც ესმის, ემოციური კონტროლი, კომპაუნდინგის, ანუ გამრავლების ძალა, წელს თუ დაემატა 20% და შემდეგ დაემატა 20% და 20%, საერთო ჯამში მივიღებთ 200% და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოწფინება. რისკი ვორენ ბაფეტის შემთხვევაში არის ის, რომ შეიძლება ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ ბუმებს, ხელოვნურ ინტელექტს, ჯანდაცვასთან ან რაღაც აი ახალ აღმოჩენებს, რომელიც არ არის ჯერ გატესტილი, მაგრამ თუ გამოვიდა, ესე ვთქვათ, დიდ მოგებას დაგვიწერს. ვორენ ბაფეტს არ უყვარს ეგეთი რისკიანი ინვესტიციები, აქედან გამომდინარე, მისი არქეტიპი არის დისციპლინირებული, შორს მხედველი მოთფინებით სავსე ადამიანებისთვის. მაგრამ ეს არქეტიპი ძალიან კარგია ჩვენს პორტფოლიოში რო იყოს და მაგალითად ავიღოთ უძრავ ქონებაში ინვესტიცია, რომელსაც დიდი დრო ჭირდება და მოთფინება რო გაიზარდოს ფასი, ხო? ანუ არ არის საჭირო რომ მაინც და მაინც ან მარტო ვორენ ბაფეტი ვიყოთ, ან კეითი ვუდი ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენს პორტფელში 5-ვე არქეტიპს გქონდეს მოკლედ ადგილი. მთავარი გაკვეთილი ვორენ ბაფეტისგან დამწყები ინვესტორის ყველაზე დიდი შეცდომა არის, რომ ცდილობს
ბაზრის გამოცნობას და აი რაღაცა მკითხაობას გავს, რომ ეხლა ტრამპი ხვალ თუ ამას იტყვის, მე ყველაზე ჭკვიანი ვარ და ამიტომ მივხვდები ბაზარზე რა გავლენა ექნება და მოდი მე რაღაცა გადაწყვეტილებას მივიღებ და ეხლა ვიყიდი. Warren Buffett-ისნაირი ინვესტორის არქეტიპი ძირითადად იღებს თანხას, მაგალითად მაქვს 12,000 ლარი და ყოველ თვე 1 წლის მანძილზე ერთი და იგივე რიცხვში, მაგალითად არ ვიცი 15 რიცხვში იყიდის აქციებს. და აქედან გამომდინარე მთელი წლის საშუალო ფასი დაუჯდება კარგი და აღარ აქვს სტრესული მომენტი. ირანში დაიწყო ომი თუ იმან რა თქვა თუ შერიდნენ თუ არ შერიდნენ. მეორე ასევე ჩემი საყვარელი ინვესტორი არის რეი დალიო, რომელიც ასევე ძალიან დიდი ხანია ინვესტორია, 50+ წელი აქვს გამოცდილება, დაახლოებით 20 მილიარდია მისი ნეტვორსი და რეი დალიოს აქვს ძალიან კარგი წიგნები. ერთ-ერთი ვნახე, რომ ქართულადაც არის ნათარგმნი, ეს არის პრინციპები და მოიძიეთ, ონლაინაც არის და წაიკითხეთ და რეი დალიო არის ზოგადად აქციებში ნაკლებად არის, ის ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო ვალში, ვალუტაში, არა მარტო დოლარში, არამედ იაპონურ ვალუტაში და სხვადასხვა ვალუტაში და ზოგადად არის ციკლური ინვესტორი. ანუ რეი დალიოს ტიპის ინვესტორი არ ელოდება, რომ ეხლა იქნება ეკონომიკის კრიზისი და მერე იქნება ესე ვთქვათ ეკონომიკური ბუმი და მოდი კრიზისის დროს ვიყიდი და ბუმის დროს გავდიდრდები. ის ბუმის დროსაც ახორციელებს ინვესტიციას და კრიზისის დროსაც და ანუ საშუალო მოგება აქვს ნელი, მაგრამ სტაბილური. და მისი მთავარი ფილოსოფია არის, რომ უნდა გავიგოთ, როგორ მუშაობს პოლიტიკა, ეკონომიკა, გლობალური ციკლები და ის ისტორიას ძალიან კარგად იცნობს და ჩვენც კარგი იქნება რომ ვიცნობდეთ, განსაკუთრებით თუ ისეთი ინვესტორი გვინდა ვიყოთ, რომ რაღაც მრავალფეროვანი პორტფოლიო გქონდეს და არა ის რომ ვიყიდე სახლი და მაქვს და აი ეს ციკლების ცოდნა, მაგალითად ახლა ამბობს რომ ვართ დაახლოებით მეხუთედან მეექვსე ციკლში, გარდამავალ ციკლში, რომლის ბოლოსაც, ანუ მეექვსე ციკლის ბოლოს იწყება რღვევა, ჩამოიშლება ეკონომიკა, დაიწყება კრიზისები, პოლიტიკური, ადამიანური ყველანაირი და თავიდან დაიბადება რაღაცა ახალი სისტემა და ახალი მართვის მოდელი. თუმცა არავინ არ იცის რა პერიოდზე ხდება. ამას შეიძლება 100 წელი დაჭირდეს თუ კიდევ 10 წელი, იმიტომ რომ ბევრი, ესე ვთქვათ, მოვლენა ერთმანეთს ზოგჯერ ასწრაფებს, ანელებს და რა თქმა უნდა არის მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. მოკლედ, ეს არქეტიპი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ისტორიის სწავლა, ვისაც უნდა პოლიტიკის, ეკონომიკის და გლობალური ციკლების და მოვლენების სწავლა და რაღაცა აი ჩაძირვა რა ამ იმაში. და Warren Buffett-თან შედარებით, ის არ არის ეგეთი ტრადიციული, ანუ Warren Buffett-ი არის ემოცია გამოცვლილი, სტაბილური, სულერთია რა ხდება სტაბილურად ახორციელებს ინვესტიციას და იგებს და ამ შემთხვევაში ის ციკლურ ინვესტიციებს ახორციელებს მართალია სულ, მაგრამ ძირითადად ინახავს კრიზისული პერიოდისთვის და არა მაშინ, როცა ეკონომიკა ყვავის, ხო? მთავარი გაკვეთილი მისგან არის, რომ ისტორია მეორდება და ამიტომ შეგვიძლია წარსულის გამოცდილებების გამოყენება. თუმცა მოყვება რისკი, რომ ზედმეტად თავდაცვაში აი სულ ამ რაღაცებს უყურებს და აი ეხლა ზედმეტი არ დამეხარჯოს, ეხლა ზედმეტი აქცია არ ვიყიდო, ეხლა ზედმეტი არ გავყიდო. მესამე არქეტიპი არის ინოვაციის და ტექნოლოგიური არქეტიპი, ანუ ინვესტორი, რომელსაც უყვარს ტექნოლოგიები, ბუმი, დღეს რაღაცა შეიქმნა, ხვალ გაქრა, ან გამოვიდა და ეს არის ქალბატონი კეიტი ვუდი, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან საინტერესო ინვესტორია, თან ქალია და ძალიან აფასებენ ბლოკჩეინ, AI და კრიპტო ინდუსტრიაში. აქვს 30 წლიანი გამოცდილება, მისი ნეტვორსი არის
250 მილიონი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია. თუ გვაინტერესებს მისი, ესე ვთქვათ, რჩევები, ამ სახელით და გვარით მოძებნეთ პოდკასტები YouTube-ზე არის. ბოლო ძალიან საინტერესო არის სტივენ ბარტლეტია გვარი Diary of CEO, მაგ იმაში რა ქვია, მაგასთან არის სტუმრად და საუბრობენ მის ფოკუსზე. მისი ფოკუსი შემდეგ აწელზე არის ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, ტექნოლოგიები, ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტა, ელექტრომობილები და დიდი, ესე ვთქვათ, აქციების ნაწილი აქვს Tesla-ში. ძალიან უყვარს ილონ მასკი, უყვარს რა, ჯერა Tesla-ს ტექნოლოგიების და ასევე რჩევას გვაძლევს და თვითონაც ყიდულობს Tesla-სნაირ, მაგრამ უფრო პატარა კომპანიის აქციებს, იმიტომ რომ იმათ, ესე ვთქვათ, იაფათა აქვს და შანსი, რომ ეს ტექნოლოგია გაამართლებს, დიდია. მთავარი ფილოსოფია მისი არის, რომ ინოვაცია ხშირად არასწორად ფასდება ბაზრის მიერ, იმიტომ რომ ძირითადად ხალხს ეშინია ინოვაციის და кейთის არ ეშინია და მზად არის, რომ მომავალი დაინახოს, ხო? ძირითადი პრინციპები არის მოულოდნელის და, მაგრამ მოულოდნელი ვარდნაც არასტაბილური მდგომარეობა. დღეს შეიძლება იყოს შენი ნეტვორსი 250 მილიონი, ზეგ 750 და თუ არ გააქეშე ეს ყველაფერი დარჩა უცბად მინუსში, ან 50 მილიონში მინუსში ნაკლებად, იმიტომ რომ სულ ყველაფერი მერე გადაზღვეულია. ესე არ არის, რომ кейთი მარტო რისკიანებშია, მაგრამ ძირითადი პორტფელი რისკიან ინვესტიციებში აქვს და ყველაზე დიდი რისკი არის ვარდნა. ვისთვის არის кейტის არქეტიპი? მაღალი რისკ ტოლერანტობის მქონე ადამიანისთვის, ვინც არ ღელავს ამ ვარდნაზე და ვინც მზად არის, რომ 20 წელი დადო ის ფული და იყოს. და თუ დაკარგა, დაიკარგოს, იმიტომ რომ მთლიანი თავისი ნეტვორსის 5%-ით არ არის. მთავარი გაკვეთილი ზრდა არასოდეს არის სწორხაზოვანი, თუ 20-40%-იანი ვარდნა გაშინებს, ეს სტილი შეიძლება შენთვის ჯერ ადრე იყოს, ან საერთოდ არ იყოს, ან პორტფელის რაღაც ნაწილი იყოს, ხო? მაგალითად, თუ გჯერა Tesla-ში, მიუხედავად იმისა, რომ მაღალ რისკიანია, კონდეს ან Tesla-ს მსგავსი კომპანია, ან არ ვიცი, რობოტიკის კომპანია, ან იქ ეთერიუმი, ბიტკოინი. შემდეგი ინვესტორის არქეტიპი, მეოთხე არქეტიპი არის ჩამატი. გვარის სულ მავიწყდება, როგორ წავიკითხო, ეხლა ვეცდები ამოვიკითხო. ფალიაპიტია, ალბათ ასე. კანადელი ინვესტორი არის, რომელიც ძირითადად ორიენტირდება სოციალური კაპიტალის მიმართულებით შესაქმნელ პროდუქტებზე. ძალიან მაგარი გამოცდილება აქვს, უარ ვცდები 25-ზე მეტი კომპანია ყავს გაყვანილი ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ამერიკაში. 20 წელზე მეტია ინვესტორია და მისი ნეტვორსი არის 5 მილიარდი და ის არის ორიენტირებული რაზე? რას ნიშნავს venture არქეტიპი, რომ კომპანია ჯერ არ არის დიდი, საერთოდ ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე არ არის კერძო, არის სტარტაპი, შეიძლება რაღაცა პირველი რაუნდი იქონდეს ინვესტიციების, მაგრამ იაფად ყიდულობს დიდ წილს. კომპანიებში, რომლებიც არ არიან ჯერ აღიარებულები და რომლის აქციებიც არ ივაჭრება არსად. და ასიმეტრიული შესაძლებლობა რას ნიშნავს? ანუ ხო ჩადო რისკიან კომპანიაში ფული, მაგრამ არ დებს ბევრ ფულს. ანუ უხეშად რა ვთქვათ, რომ მაგალითად Warren Buffett-ის ინვესტიცია შეიძლება იყოს 1 მილიარდი, ამის ინვესტიცია შეიძლება იყოს 1 მილიონი, ან მაგალითად, ჩემი შემთხვევა რო ავიღოთ, ჩემი ინვესტიცია შეიძლება იყოს $10,000, მაგრამ ამ $10,000 ამონაგები აქვს ასიმეტრიული იქიდან გამომდინარე, რომ ვენჩერია და მაღალ რისკიანია. ანუ $10,000 შეიძლება მოიტანოს $100,000, $500,000 და იმდენად ასიმეტრიულია განხორციელებული ინვესტიცია შესაძლო ამონაგებთან შედარებით, რომ მზად ვარ, რომ ეს თანხა დავკარგო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოგება მელოდება. აქედან გამომდინარე, რას აკეთებს ის, ხო? ეძებს კომპანიებს, რომლებიც არიან პატარები ჯერ, რომელიც არ საჭიროებენ ბევრ ფულს, რომ მოკიდონ თავისი
აქციები 5, 10, 15, 20% არ აქვს მნიშვნელობა და შემდეგ ელის ასიმეტრიულ ამონაგებს და 10 კომპანიიდან სულ რო ერთმა კომპანიამ გაუმართლოს ის ერთი კომპანიის გამართლებაც კი ფარავს დანარჩენი 10,000-ების წაგებას მაგალითად და სტატისტიკურად 25 კომპანია რომელშიც ჩადო ეგეთი ინვესტიცია გაიყვანა ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ამიტომ ნამდვილად ასიმეტრიული შესაძლებლობები შექმნა იმათვისაც, ვინც იმ კომპანიებში მუშაობდა და საკუთარი თავისთვისაც. მთავარი ფილოსოფია ეძებე საინვესტიციო შესაძლებლობას, სადაც დაკარგავ ცოტას და მოიგებ ბევრს. ძირითადი პრინციპები ასიმეტრიული რისკი, კონცენტრირებული პოზიციები, ანუ რაღაცა 0.00 რაღაცა იმ კომპანიაში, იმაში კი არა, კონკრეტულ კომპანიებში ინვესტიცირება შენი, ესე ვთქვათ, საინვესტიციო ბიუჯეტის, მაგალითად 3, 5, შეიძლება 2, 1, ხო? და ისეთ თემებში დიდი თემები მიწერია, რომელიც არის ვაუ, აი მაგალითად, არ ვიცი, ვენეციას იხსნის დატბორვისგან, ან გლობალურ დათბობაზე იქონიებს გავლენას, ან ოკეანი დასუფთავდება, აი ესეც სოციალურ კაპიტალზე, რასაც აქვს, ესე ვთქვათ, გავლენა და არაპოპულარული იდეები იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს, რომ ეს იდეა შეიძლება რეალიზდეს და განხორციელდეს. რისკი არის ბევრი მარცხი და ერთი დიდი გამარჯვება და ვისთვის არის ეს არქეტიპი, იმისთვის, ვისაც აქვს ძლიერი ნერვული სისტემა და პლუს უნდა კომპანიის მენეჯმენტში ჩარევა, ან მონაწილეობა, ან დიდი წილი, რისკიანი ადამიანისთვის შეიძლება ეს დამწყები ინვესტორისთვის იყოს რაღაცა ცოტა რთული, ჩემი მაყურებლისთვის, ვინც ახლა იწყებს ინვესტიციას, მაგრამ ქართულ ბაზარზეც შეინიშნება ძალიან საინტერესო სტარტაპ ტექ კომპანიები, სადაც შეიძლება ეს ასიმეტრიული ვენჩერული, ესე ვთქვათ, არქეტიპის ინვესტიციის განხორციელება არ არის საჭირო, რომ შევარდეთ და რაღაცა 100,000-ები და 10,000-ები ჩავდეთ, მაგრამ ეს შესაძლებლობები არსებობს. მეხუთე არქეტიპი არის ფილოსოფოსის არქეტიპი, რომელიც არის ნავალ რავიკანტი. აქვე ვიტყვი, რომ მისი წიგნი ალმანახი ალბათ უნდა წავიკითხოთ ყველამ, ვისაც გვაინტერესებს ზოგადად ფულის ფილოსოფია, იდენტობის გაფართოების, ფულის შოვნის და ასევე შენარჩუნების და გაბევრების ამ წიგნს ვამუშავებ იმისთვის, რომ ჩავწერო განხილვა და განვიხილავ ქართულად ამ ეტაპზე ვერ ვნახე, მაგრამ ინგლისურად რაც არის, მოკლე შინაარს გადმოვცემ. მოკლედ, გამოცდილება აქვს 15 წელი. ცოტა მეტი, ნეტვორსი არის 1 მილიარდი, არაფერი ისეთი ვაუ, შეიძლება Warren Buffett-თან შედარებით, მაგრამ ეს ადამიანი ინვესტორთან ერთად ჩემთვის არის, აი ფილოსოფოსი. იქიდან ჩემთვის კი არის ზოგადად, ანუ საინვესტიციო მიმართულებით ნამდვილად არის ფილოსოფოსი და ანუ მას რაღაცნაირად იმას კი არ გვირჩევს, რომ აქ ჩადე ინვესტიცია, ანუ ზოგადად ფილოსოფიაზე გვესაუბრება და ძალიან ახლოს არის მასთან მაგალითად იგივე სტოიკური ფილოსოფია, ხო? და მისი core მთავარი ფილოსოფია არის, რომ სიმდიდრე იქმნება ბერკეტების შექმნით და ისეთ კომპანიებში წილის ყიდვით, რომლებიც ჯერ საჯაროდ არ ივაჭრებიან. ეს გავს ძალიან წინა ინვესტორის არქეტიპს, რომელიც იყო ასიმეტრიული, ანუ ჩამატის, მაგრამ ჩამატთან მიმართებაში ის ძალიან გადავარდნილია ამ ინოვაციურ იდეებში და ნავალი შემთხვევაში შეიძლება რომ ისე დამიწებული იდეის კომპანიაშიც ჩადოს ფული. და თან ის დებს ისეთ კომპანიებში ფულს, სადაც ერევა თვითონ მენეჯმენტში შეიძლება ნახევარი წილი იყიდოს და ძალიან ისეთი არის რა მოწონს ესე ვთქვათ რომ რისი მეწილეც არის მესაკუთრად აღიქმებოდეს და არა ერთ-ერთ აქციონერად რომელსაც საპენსიო ასაკი დაუდგა და ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული და წლიდან წლამდე ელოდება დივიდენდს. მისი ძირითადი პრინციპი ასევე არის პერსონალური ბრენდი, კონტენტის შექმნა, მედია
და აი ხუმრობებიც არის, რომ მე მგონი 20,000-ზე მეტი ტვიტი აქვს დაწერილი და რეალურად ის ამბობს, რომ მე ვქმნი ვიდეოებს, წიგნებს, quote-ებს, ფოტოებს, კარუსელებს იმისთვის, რომ ეს არის ბერკეტი იმის, რომ ჩემი პერსონალური ბრენდი არასდროს არ გამანოლებს. შეიძლება კომპანიამ დაკარგოს სადაც ინვესტიცია აქვს თანხა, მაგრამ მისი პერსონალური ბრენდს ყოველთვის ექნება ღირებულება და ეხლა ჩვენ მე რომელი ინვესტორებიც ავირჩია, ყველას ძალიან ძლიერი აქცენტი აქვს თავის პერსონალურ ბრენდზე. ვორენ ბაფეტიც კი, რომელიც არის 90 წელს გადაშორებული და ძალიან ტრადიციული და ყველაზე კონსერვატორი ინვესტორი, ვინც კი ცოცხალია დღეს და შეიძლება ზოგადად ისტორიას მაგაზე ესე ვთქვათ კლასიკური ინვესტორი არც ახსოვდეს, დღემდე ზრუნავს თავის პერსონალურ ბრენდზე. აქედან გამომდინარე, აი ზუსტად ეს მეხუთე არქეტიპი, ფილოსოფოსის არქეტიპი, იმიტომ ჩავსვი, რომ არა მარტო ფილოსოფოსის არქეტიპია, არამედ ინვესტორი, რომელიც თავისი პერსონალური ბრენდით და ფილოსოფიური ცხოვრების სტილით ქმნის თავის ნეტვორკს. ეს არის ზუსტად ნავალი. ნავალმა სულ რომ არ ჩადოს რაღაცა, აღარ ჩადოს საინტერესო კომპანიებში ინვესტიცია, უკვე იმდენი კონტენტი აქვს შექმნილი და ესე ვთქვათ, იმდენი სარგებელი აქვს მიცემული, რომ თავისი ნეტვორკი მაინც სულ გაეზრდება, ხო? და ნუ რა თქმა უნდა, მისი ფილოსოფიის ძირითადი პრინციპია გრძელვადიანი აზროვნება, საკუთარი ბიზნესი ხელფასის ნაცვლად, ანუ მაგას არ მოწონს ხელფასის მაინდსეტი, ხელფასის აზროვნება და არც ერთს არ მოწონს აქ, იმიტომ არიან ინვესტორები, რომ არც ეს თავის დროზე არ მოწონდა, ესე ვთქვათ, ხელფასზე დამოკიდებულება. თუნდაც ჩამატი, ვინც განვიხილეთ მეოთხე არქეტიპად, ის იყო Facebook-ის ერთ-ერთი წამყვანი აღმასრულებელი დირექტორი, მაგრამ გამოეყო. რისკი ნავალი შემთხვევაში არის ფილოსოფიაში ჩარჩენა და მოქმედების გადადება და ზოგადად ფილოსოფიას ეგ ახასიათებს და მაგიტო ჩანაცვლა რელიგიებით, რომ ადამიანი იმდენს მიეცემა ამ ფიქრს, რომ რეალობას წყდება, ანუ მარტო ინვესტიციებს არ ეხება, ზოგადად ცხოვრებასაც და ვისთვის არის ნავალის არქეტიპი, ხო? კრეატორებისთვის და ანტრეპრენერებისთვის, ანუ ჩვენთვის, ქართველებისთვის. მთავარი გაკვეთილი მდიდრები ფლობენ და ქმნიან აქტივებს და არა ვალდებულებებს. საშუალო ადამიანი ყიდის დროს საათობრივად ან თვიური ხელფასის სახით სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის და არა მარტო მოსახლეობის ემიგრაციაში მყოფი ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა, ხო? და ეხლა რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ, რატომ მოვიყვანა ეს 5 ადამიანი? იმიტომ რომ მართლა სულ მაინტერესებს 5-ვეს პერსპექტივა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 5-ის კი არა, სხვა ინვესტორებსაც ვუსმენ, უბრალოდ არ მოვიყვანე აქ ყველა, იმიტომ რომ ამათ ყოველთვის მივაკითხავ ხოლმე და დანარჩენებს შერევით, იმიტომ რომ დანარჩენები ძალიან ჩაციკულები შეიძლება იყვნენ ან ხელოვნურ ინტელექტზე, ან უძრავ ქონებაზე, ან რაღაცაზე, ან იმაზე და ამათ მაინც მეტნაკლებად თავისი არქეტიპების მიუხედავად დივერსიფიცირებული პოზიციები აქვთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველასგან აიღოთ თქვენი ხასიათის, პრიორიტეტების, ცხოვრების სტილის, საინვესტიციო ფილოსოფიის მიხედვით რაღაცა, ესე ვთქვათ, ნაზავი, მიქსი შექმნათ თქვენი სტრატეგია. ChatGPT-ში როგორც გითხარით, გავაკეთე სავარჯიშო, მომწერეთ აქ ან Instagram-ზე სიტყვა ინვესტიცია და გამოგიგზავნით, თუ არა და თქვენ შეგიძლიათ პრეზენტაცია იმიტომ დაურთეთ ამ ვიდეოს, რომ ამოწეროთ, რომელიც უფრო ახლოს მოდის და გააკეთოთ თქვენი პორტფელი. და ეს არ ეხება მარტო ფასიან ქაღალდებს, ესე შეგიძლიათ კითხოთ, რომ მაგალითად, ეხლა მაქვს დანაზოგი 1000 ლარი. როგორ მოიქცეოდა უორენ ბაფეტი? რას მირჩევდა ის, რომ იყოს ჩემი ფინანსური მრჩეველი ან ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო ინვესტორი? ძალიან დიდი მადლობა, ვინც ნახეთ ეს ვიდეო. მე რაღაცა არ ვიცი, აი გულით მინდა და რომ ეს გამეზიარებინა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რაც არ უნდა გელაპარაკოთ, როგორი ინვესტიცია განახორციელოთ, უორენ ბაფეტზე და კეითი უდზე უკეთეს რჩევას ვერ მოგცემ და რატომაც არა
გაგიზიარეთ პირველ წყაროს, საიდანაც მომაქვს ინფორმაცია, წარმატებას გისურვებთ, სიმდიდრეს, სიმშვიდეს და ყველაფერს კარგს. დამიწერეთ კომენტარებში, თუ თქვენთვის საინტერესოა კიდევ ფულთან, სიმდიდრესთან, ქონებასთან, დოვლეთთან დაკავშირებული, ან თუნდაც ინვესტიციებთან დაკავშირებული ეპიზოდები პირდაპირ კითხვებით და სათაურებით და მართლა ვეცდები, რომ ან გავაერთიანო ერთ ვიდეოში, ან ცალ-ცალკე ჩავწერო, გააჩნია კითხვა და თემა რა არის და ნელ-ნელა, არც ისე ნელ-ნელა, ერთი კვირის გამოტოვებით გადავალთ უკვე პერსონალური ბრენდის შექმნის შესახებ ვიდეოებზე, ეპიზოდებზე და იმედი მაქვს, რომ ესე ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის დროებით.